Ციალა ქათამიძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ციალა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის და ციალა მოდით ბოლო ამბები რაც ხდება დღეს პრაქტიკულად ხო ყოველ საათობრივად, ყოველდღიურად რომ აღარაფერი ვთქვათ, გვეწევა რეპრესიების ის ახალი მეთოდები და ახალი გადაწყვეტილებები, რომელსაც მიმართავს ქართული ოცნება მოწინააღმდეგეების მიმართ. ხო, უბრალოდ განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ. აი ახლა ვიკითხე რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი და სხვა ფონდები, ვინც ეხმარებოდა ადამიანებს, დააყადაღა პროკურატურამ. დღეს ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ როგორი გადაწყვეტილება მიიღო რეჟიმის სასამართლომ და ვნახეთ ასევე კიდევ მთელი წყება კანონში შესატანის ცვლილებების, რომელსაც აპირებს და პრინციპში არაფერი არ შეუშლის ხელს რომ მიიღოს რეჟიმმა. რა სურათი გვაქვს დღეს საფრთხეზე ციალა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვისალამებით თქვენი ტელემაყურებლებს. ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს სამართლებრივად უკვე რაღაცა წესები ნელ-ნელა ჰქონდეს ისეთი, რომელიც არ დასჭირდება მოქალაქეს, რომ ან გაასაჩივროს, ან არ დასჭირდება, არ ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა რეგულაციების თუ წესების გასაჩივრების სასამართლოში, იმიტომ რომ წესი იქნება ისეთი, რომლითაც რაღაცა უკვე კანონებით შემზღუდავი წესების დაკანონება ცდილობენ და რეალურად კიდევ უფრო მეტად ახდენენ საკუთარი თავის ლუსტრაციას, როგორც ავტორიტარიზმის და დიქტატურის მსურველი ხელისუფლების, იმიტომ რომ გრძელვადია პერსპექტივაში სურთ, როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ცხოვრება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ადამიანი მაინც სანამ დარჩება ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის წარსულის, აწყოს და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება ვისაც შეუძლია, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერ იტყვიან, რომ გაიმარჯვეს ქართულ სახელმწიფოზე, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ შინაარსის მქონე ხელისუფლებამ, ამ წარსულის მქონე ქვეყანაში და ამ აწყოს მქონე ქვეყანაში მოახერხოს გრძელვადიან პერსპექტივაში, დაბუდება, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად ვერ შევაფასებს სიტყვებით იმ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამარცხებას. ასეულობით ადამიანი დააჯარიმეს უკანონოდ ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების წარმოდგენის გარეშე, ათეულობით ადამიანი სინდისის პატიმარი უზით ციხეში და აგრძელებენ ამ რეპრესიებს. ალბათ ელოდებიან, როდის გაწყდება ამ ადამიანების, ამ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანების მოთმინების ფიალა და ალბათ ამ პროცესისთვისაც მომზადებული დაგვხდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შორის მოხდეს რაღაცა ტიპის ისეთი ქმედებების განხორციელება, რომ ჩვენ ვეღარ შევძლოთ ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრება. ეს არის მთავარი მიზანი მათი, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა ვეღარ გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი სცადეს იმისთვის, რომ სიდურულის ენით, პროპაგანდით ერთმანეთს დაეპირისპირებინათ ადამიანები, იმიტომ რომ სიმართლის გაადრებით შეუძლებელია დღეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კეთილდღეობაზე იზრუნოს, რომ დაფიქრდეს მინდა კიდევ ერთხელ ის ადამიანები, ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მოლოდინით ელოდებიან რასიზმს საბოლოოდ ივანიშვილის რეჟიმი, დუმილით ელოდებიან, რომ დაფიქრდნენ, როდემდე იქნებიან ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მსახურები, იმიტომ რომ სხვა რაიმე ტიპის მიზანი ამ ხელისუფლებას, რომელიც დაპატრონებული ყავს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილის რაღაცა კლანურ ირგვლივ არსებულ კლანს, შეუძლებელია სხვა მიზანი ამოძრავებდეს, იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ანადგურებენ ყველა ნიშანს სახელმწიფოებრიობის ამ ქვეყანაში და ეპატრონებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, სრულად საერთო სასამართლოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმის მაგალითმა ალბათ თქვენ არაერთხელ გაგიშუქებიათ, ალბათ კი არა და არაერთხელ გაგიშუქებიათ, აჩვენა რომ
ერთი პატარა შეცდომა, რომელიც შეიძლება მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნას, შეიძლება რომ შემდგომ მთლიანად სისტემამ გააправოს, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში ამისთვის. კი ბატონო, ციალა, ზუსტად აი ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ გვერდებით ბათუმიდან და თქვენ საკუთარ თავზეც ძალიან კარგად გამოსცადეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ რეჟიმის ბუნება და მთლიანად ბათუმმა და თქვენს უკან ხედავ ახლა და მზიას მაგალითი, აი არის მართლა გამორჩეული რეჟიმისთვისაც კი, როცა მას ყავს პოლიტპატიმარი ქალი და არაერთი ასეთი შემთხვევა გვახსენდება ბათუმში, იგივე თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით, რომელზეც შორის ხვალ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ასევე ველოდებით მზიას ადმინისტრაციულ საქმეზეც გადაწყვეტილებას, ხო? არ ვიცი, ზუსტად იქედან გამომდინარე, რაზეც თუნდაც ახლა საუბრობდით ჩვენ და რეჟიმის ამბუნებიდან გამომდინარე. არ ვიცი რა მოლოდინი შეიძლება იყოს, კარგი ალბათ არაფერი, მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, რაში ხედავთ გამოსავალს, რა არის ამ ვითარებიდან გამოსავალი, ციალა? იცით, რეალურად ეს პროცესები, არ ვიცი, ყოველ ჯერზე, როდესაც აი ჩვენთან დავდივართ ხოლმე სასამართლო დარბაზებში, იმ დარბაზებში, სადაც წესით და რიგით, აი ყველასგან დაჩაგრულმა მოქალაქემ უნდა პოვოს სამართლებრივი შროება. ესე გვასწავლეს ჩვენ, აი ზუსტად იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს სასამართლოს დარბაზებში მოსამართლეებად ხედან, ესე გვასწავლეს. ან მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მათი სტუდენტი ვიყავი, რომლებიც დღეს ჩვეულებრივ სადამსჯელო ოპერაციებს აკეთებენ საქართველოს სახელით და ასრულებენ ოლიგარქების ნებას, მოსამართლეებს გულისხმობ, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შევდივართ ამ დარბაზებში, იმდენად უსუსური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციონირება, რომ აი 10-12 წლის ბავშვისთვისაც კი მარტივად დასადგენია ჭეშმარიტება ამ კონკრეტულ საქმეებზე და მოსამართლეები, რომლებსაც კანონი ავალდებულებს, რა ვიცი, ყველაფერი გამოიკვლიოს, რათა, რა ვიცი, დაიცვას პროცესუალური უფლებები, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმპცია, მოწმეთა შეძიბრებითობის პრინციპი და უამრავი შემაკავებელი ფაქტორები აქვთ ჩვენს, რა ვიცი, სახელმწიფოს სხვადასხვა ეტაპზე ჩადებული სამართლებრივი ბერკეტები მოსამართლეებისთვის, რომ გამოიცნონ ჭეშმარიტება, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაასამარონ სამართლიანი სასამართლო და ყოველ ჯერზე რომ შევდივართ, მართლა გვაქვს განცდა, რომ შესაძლებელია გაუჩნდეს აი ეს შინაგანი რწმენა, რომელიც მნიშვნელოვანია თითეული მოსამართლის, რა ვიცი, ცხოვრებაში და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმედი ვიქონიოთ, რომ მიძინებულია და არასაბოლოოდ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შინაგან რწმენას იშველიებენ ხოლმე, როდესაც არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ფაქტი, არგუმენტი, რომ გამოიტანონ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება, იშველიებენ ხოლმე. აი, ბედის ირონია, თუ არ ვიცი, დაგვრცინიან ხოლმე მოსამართლეები და აი, როცა არ აქვთ არც ერთი ხელშასაჭიდი საკუთარი გადაწყვეტილების გასასამართლებლად, იყენებენ ხოლმე ფრაზას შინაგანი რწმენა. ანუ ის რაც წესით მათ ავალდებულებთ მეტი კითხვების დასმისკენ, მეტი რაღაცა დეტალის შემჩნევისკენ საქმეებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ შემთხვევაში ბრალდებულის თუ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა უზრუნველყოფილ იქნას, რათა მათ შეძლონ გამოკვლევა ჭეშმარიტების, პირიქით ოლიგარქის ნების აღსასრულებლად იყენებენ ხოლმე ამ ფრაზებს და აი რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ საზოგადოებას ამ მონათმფლობელების წასვლის შემდგომ ექნება გასაკეთებელი, არის ის, რომ უნდა უზრუნველყოთ ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობა და მართლმსაჯულების ისეთი სისტემის არსებობა, რომ ვერასდროს ვერც ერთმა დგებუაძისნაირმა მოძალადე პოლიციელმა ვერ შეძლოს ჩაითრიოს მთელი სისტემა და სისტემა გახდეს მისი მსახური და დამცველი კონკრეტულ შემთხვევაში. მადლობა და სამართლიან ქვეყანაში სამართლიანი წესებით ძალიან მალე დაგვეწყოს ცხოვრება, იმიტომ რომ შეუძლებელი იქნება
ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობდა ამ ქვეყანაში დემოკრატიული წესების განმტკიცებაზე და ყველა ამ ადამიანს, რა ვიცი, ვეუბნები, რომ შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში იდეაშიც კი წარმოვიდგინოთ მსგავსი ტიპის წესებით ცხოვრება. შესაბამისად ყველას ჩემს რა ვიცი მეგობარს ნათესავს მეზობელს ველოდები ყოველ საღამოს 7 საათიდან გარეთ რათა კიდევ ერთხელ უთხრათ ივანიშვილის რეჟიმს რომ ისინი ამ სახელმწიფოს მარტივად ვერ მოერევდნენ. დიდი მადლობა.